მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2020 წელი ამოცანა ნომერი 30. როდესაც კონუსურ ჭურჭელში ჩასხმულია M-მასის წყალი, წყლის წნევა ჭურჭლის ქვედა წერტილში უდრის P-ს. განსაზღვრეთ წნევა ჭურჭლის ქვედა წერტილში, მას შემდეგ რაც ჭურჭელში ჩაამატეს 2M მასის წყალი, ატმოსფერული წნევა არ გაითვალისწინოთ თუ გვითხრეს. კარგით, მოდი ახლა ამ სურათს ცოტათი გავადიდებ. ესეთი კიდე დამჭირდება, ესე იგი ქონდა ასეთი სიტუაცია. ასე გვაქვს. და რა, ეხლა გითხრეს რომ თავიდან ამ კონუსში იყო M-მასის წყალი. თავიდან იყო M-მასის წყალი. მე რადგენ ჩაამატეს კიდე 2 M-მასის წყალი. კიდე აქ წყალი ჩაამატეს. ასე მოდით. ასე წყალი ჩაამატეს შიგნით. და თუ იყო დასაწყისში 2 M-მასის წყალი, ჩამატების შემდეგ გაუხდებოდა 3, ანუ M იყო კიდე 2 M-მასის წყალი ჩამატეს, ესე იგი სულ ახდებოდა 3 M-მასის წყალი. ხომ ახლა დამატებითი აღნიშნები შემოვიტანოთ. აი ამ წრეწირის რადიუსი აღნიშნოთ R-ით, ამის ფართობი მოდით აღნიშნოთ S1-ით, ფუძის ფართობი, რომ მოვატრიალოთ ფუძე გამოგვივა, შესაბამისად ამის რადიუსი აღნიშნოთ მოდით R-დიდით და ამის ფართობი აღნიშნოთ S2-ით. ამასთან წვეროდან ფუძემდე გარკვეული სიმაღლე გვაქვს. აი ეს სიმაღლე იქნება, მოდით ეს იყოს დავუშვათ h პატარა. აი აქედან აქამდე მანძილი იყოს h დიდი. და ეხლა წნევას ვიკითხებიან. P იყო და ჩასხმის შემდეგ რამდენი იყო წვეტოში წნევა ეგ გვაინტერესებს. P თოლი იქნება ργh1-ის, ხოლო px-ი თოლი იქნება ργh-ის. ნუ საიდან ჩვენ შევიდა გავაკეთოთ. ქვედა რო გავყოლთ ზედაზე, მოდით რას მივიღეთ? px-ი რო გავყოლთ ახლა ჩვენ p-ზე, მივიღებთ რომ ეს უდრის ργh-ის შეფარდება h. ეს h1 კი არა, h-ი გვინდა, იმიტომ რომ სიმაღლე h-ი. შეფარდებული ργh პატარასთან, ეს ργ-ები შეიკოცება. და აქედან გამოგვივა რომ px-ი შეფარდება p-სთან უდრის h დიდის h პატარასთან. და აქედან px-ი თოლი არის h-ი შეფარდებული h პატარასთან p. ანუ ჩვენ ფაქტურად p მოცემული სიდიდეა და დიდი სიმაღლის პატარასთან სიმაღლის შეფარდება თუ ვიპოვეთ ჩვენ ფაქტიურად ამოცანა მოხსნილი იქნება. ამისთვის მოდი ესე მოვიქცეთ, თავის მხრივ მასალის ტოლი იქნება, თავის მხრივ მასა ტოლი იქნება ρ გამრავლებული პირველი შემთხვევაში v1-ზე, პირველი წლის მოცულობაზე v1-ზე, მეორე მხრივ 3m ტოლი იქნება რ გამრავლებული v2-ზე. ახლა სიმკვრივე არ იცვლება, ყოველ შემთხვევაში წყალი გვაქვს, ამიტომ ამ სახით ჩაწერა შეგვიძლია. საიდანაც აქედან ზედას თუ ზედაზე გავყოთ, მივიღებთ რომ რ v1 შეფარდება უბრალოდ ρv2-ის შეფარდება, ხო, ρv2-ის შეფარდება ρv1-თან, ტოლი რამდენი გამოგვივა? ტოლი გამოგვივა 3m m-თან, ეს როები შეუკვეცა, ეს m-ები შეუკვეცა და საბოლოოდ v2-ის v1-თან შეფარდება გამოგვიდეს 3 ტოლი. ახლა აქედან დავაკვირდეთ რომ ხდება v2 თავის მხრივ ტოლი არის მეორის კონუსის მოცულობა, v2 ტოლი იქნება, v2-ის მაგალითად შევაწევთ 1/13 s2 h-ი შეფარდებული 1/13 S1 h პატარა ტოლი არის 3-ის. ესენი ახლა შევკვეცოთ და რა გამოგვივა აქედან რომ S2 h-ი S1 h-თან ტოლი ყოფილა 3-ის. თავი S2 და S1-ის ტოლი იქნება, S2 და S1 ტოლი იქნება, აქედან რა გამოგვივა ჩვენ რომ S2 იქნება π r კვადრატ h-ი, ხო? აი ქვედა წრეწირის რადიუსი ფართობი შეფარდებული S1 იქნება, აი S1 იქნება ამ ზედაპირის ქვედა ზედაპირის ფუძის ფართობი იქნება π r პატარა კვადრატში h-ი, p-ები შეუკვეცა, ეს კი ტოლი არის 3-ის. ანუ ჩვენ რა გამოგვდის ახლა, რომ r კვადრატი h-ი h-თან ტოლი არის 3-ის. ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ კონუსში რამდენჯერაც იზრდება სიმაღლე და რადიუსი, რადგანაც კონუსის შემთხვევაში პროპორციულად იზრდება, ჩვენ გამოგვივა რომ თავის მხრივ r-ის შეფარდებაც r პატარასთან ტოლი არის h-ის შეფარდება, h-ის შეფარდება h-თან. თუმცა ახლა ეს შევიტანოთ აი აქ რო შევიტანოთ, რა გამოგვივა? ანუ გვექნება h-ი h პატარასთან კვადრატში, ეს კიდე გამრავლდება h-ი h-თან ტოლია 3-ის, საიდანაც h პატარასთან სიმაღლეების შეფარდება კუბში ტოლი არის 3-ის და აქედან რა გამოგვივა? h-ის შეფარდება h-თან ტოლი ყოფილა კუბური ხარისხის ფესვი 3-დან.
და მოდით ახლა აი px-ი თავის მხრივ px-ი რის ტოლი იყო, px-ი ტოლი იყო h-ში შეფარდება h პატარასთან p, აი ამ ტოლობას თუ გავითვალისწინებთ, და ეს ტოლი იქნება კიდე h დიდი h პატარასთან კუბური ხარისხის ფესვის 3-დან არის, კუბური ხარისხის ფესვის 3-დან p. და მოდით ეს ხარისხის მაჩვენებლიანი ხარისხის სახით რო გადავწეროთ, გვექნება 3 1/3 ხარისხში p. ანუ საბოლოოდ ჩვენ გამიგდის, რომ px-ი ტოლი ყოფილა 3 ხარისხად 1/3 s. პასუხი არის b.